რაც შეეხება უკვე ჩემი გამოსვლად დაკავშირებულია მცხეთა-მთიანეთში განვითარებული მოვლენების შესახებ. ანუ გიცით რომ ბატონმა კობარაბულმა გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მცხეთა-მთიანეთში რაღაც კორუფციული გარიგებები ხდება, ტენდერები და ასე შემდეგ. ამას უპასუხეს დეპუტატებმა, კერძოდ უპასუხა ბატონმა დიმიტრი ხუნდაძემ, საქარე ქუთნაშვილმა და ტრიპოლსკიმ. გააკეთეს განცხადება, რაც გამოიხატება შემდეგში. თუ რაიმე ფაქტები აქვთ გამოიტანონ, თუ არა და დატოვონ თანამდებობები, იმიტომ რომ იყო რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, ბრალდება. მე მინდა გავაკეთო ჩემი კომენტარი. ის რომ გააკეთა ბატონმა კობარაბულმა განცხადება, აბსოლუტურად შეეფერება სიმართლეს, მაგრამ ცუდია რომ ბატონი კობარაბული სიმართლეს ამბობს მას შემდეგ, რაც ამის თაობაზე პირადად მე მას რა სამხარეო ადმინისტრაციას წარუდგინე დოკუმენტირებული მასალები, სადაც ყოველივე ესაც მან განაცხადა, დასაბუთებული იყო. ეს მასალები რეაგირებისთვის მივეცი, რა თქმა უნდა, სამხარეო მას, მაგრამ რა მოყვა ვერ გეტყვით. ფაქტია, რომ მე მომიხდა მე პროკურატურაში შევიტანე ეს ყველაფერი, სადაც ხაზგასმით ვამბობ, დასაბუთებულად აქვთ ეს ყველაფერი პროკურატურაში, სამხარეო საოლქო პროკურატურაში დევს მასალები, თუმცა შევიტანე გენერალურ პროკურატურაში, მე გადაეცათ ასე ვთქვათ რეაგირებისათვის და უკვე 9 თვეა, შეიძლება 9 არა 8 თვე მაინც არის. პასუხი არ არის, თუმცა საქმე ვერ იხურება, ვერ დაიხურება ერთი მიზეზის გამო. დოკუმენტები, რომელიც მე შევიტანე, ის დასაბუთებულია. იმის დახურვა ან პასუხის გაცემა გამოიწვევს რაღაც რეაქციას. აქედან გამომდინარე არჩეულია გზა. რაც შეეხება ბატონი ზაქარია ქუთნაშვილის განცხადებას, რომ რა ფაქტები აქვს და როგორი ფაქტები აქვს, მე გეუბნებით. მცხეთა-მთიანეთი თუ აინტერესებს ამ ტენდერებში და ამ კორუფციულ გარიგებებში ვინ მონაწილეობენ, პირდაპირ გეუბნებით ბატონო ზაქარია, მონაწილეობენ ყოფილი გამგებელი, დღევანდელი გამგებელი, ქალაქის მერი, რომელთა თავში დგას თქვენი მეგობარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე. დიმიტრი ხუნდაძე არის ამ ყველაფრის თავი და თავი, რაც ხდება მცხეთაში. კორუფციული გარიგებები იქნება, ტენდერები იქნება, ანუ არაკანონიერი ტენდერები იქნება თუ ასე შემდეგ, ყველაფრის სათავეში დგას თქვენი მეგობარი, რომელსაც თქვენ ესე გააფთრებით იცავთ. აი ეს მინდოდა მეთქვა თქვენთვის. თუ ბატონ დიმიტრი ხუნდაძე ოდნავ მაინც მართალია, თავისთავად ამ განცხადების მერე ის უფლება მოსილიც არის და ვალდებულიც არის, ну რაღაც ჩემს წინააღმდეგ ან განცხადება, ან საქმე აღძრან, ან რას პროკურატურაში. მე გიპირდებით ნეტა გააკეთებდეს. როგორც იქნება, ალბათ მოხდება, რომ დამიბარებენ პროკურატურაში და მომთხოვენ პასუხს, სადაც ყველაფერი გაირკვევა, მაგრამ ეს გააქტიურება მათ არ აწყობთ, იმიტომ რომ პროკურატურამ აღიარა პირადად ჩემთან საუბარში, რომ ისინი საქმის ყურში არიან, მიტანილი აქვს საქმე ბოლომდე, მიყვანილი აქვს, გამოძიება დამთავრებულია, მაგრამ რატომღაც მე არ იწვის, რატო არ იწვის, კიდე გეტყვით. ისევ და ისევ სადეპუტატო მეგობრობის ხალხით, მე ვიღაცები აჩერებენ პროკურორს აჩერებს მეორე პროკურორი და ასე შემდეგ. ანუ და დავასრულებ ამით, მცხეთაში, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში და მცხეთის რაიონია განსაკუთრებით. მე რასაც შევესწარი იმას, რომ მე ვერავითარ შემთხვევაში ვერ ვიტყვი ვერც ტრიპოლსკიზე, ვერც ქუთნაშვილზე, ერთი პატარა მიზეზი გაქვს. მე არ შევსწრები ვარ მათ, ასე ვთქვათ, რამე არაკანონიერ ქმედებას, მაგრამ მეუბნები, არაკანონიერია ის, რომ ძალიან მეეჭვება არ იცოდეს იგივე ზაქარია ქუთნაშვილმა, რომ მის კოლეგაზე სისხლის სამართლის საქმის ძიება დაწყებულია. და ძალიან კარგად იცის ჩემი წინა განცხადებები, აქედან გამომდინარე ხელს რო აფარებს და ამბობს, რომ ფაქტები მჭირდება, მე მაქვს ეს ფაქტები ბატონო ზაქარია, როცა გნებათ მობრძანდით, ყველაფერს დაგილაგებთ, მაგრამ მე რაც მინდა რომ დაგილაგოთ, პროკურატურაში მიბრძანდით, დაგილაგებენ და გაჩვენებენ. პროკურატურას მე 9 თვის წინ მივმართე, შევიტანე ყველანაირი დოკუმენტი, რაც ეხება დიმიტრი ხუნდაძის სისხლის სამართლის დანაშაულს, საბუთი შევიტანე, რომელიც არის კანონში გათვალისწინებული სისხლის. ახლა მე არ წამოვიდი აქ, იმიტომ რომ ამის შოუბრ რამდენჯერ გამოვიტანო აქ. აქაც ვაჩვენე, მე 9 თვის წინაც გამოვედი ობიექტივებში, ტელევიზიითაც გავაკეთე, მაესტროშიც იყო ამის შესახებ დიდი ინფორმაციები. რეაგირება არის ნული, იმიტომ რომ კიდე გეუბნებით,
სადეპუტატო სამეგობრო, რომელიც კარგია რომ არსებობს ეგეთი, მაგრამ ქვეყნის საწინააღმდეგო ქმედებაში როცა არის ძალიან ცუდია. არაფერი, მე კიდევ ერთხელ სულ ვეუბნებ ხოლმე ჟურნალს, შეგვიძლიათ ჩავატაროთ ექსპერიმენტი, მეთქი აი ექვე დავრეკავ პროკურატურაში და პასუხი იქნება ისასაც წინასწარ გეტყვით. მიმდინარეობს კვლევა-ძიება, 9 თვეა. ეხლა რა თქმა უნდა გავიგე რომ უკვე მოსთხოვეს პროკურატურას რომ თუ ეს ყველაფერი არის, რატო არის ამდენი, მე იქ რა უპასუხა პროკურატურამ ეს დასაბუთებულად რა თქმა უნდა არ შემიძლია, მე არ შევსწრები ვარ ამ საუბარს, მაგრამ შინაურული ჩიტმამბა მომიტანას ვარიანტია ხელი გაიშვიდეს სხვა დეპუტატებისგან, რომლებიც ფარავენ ამ იმას, მაგრამ როდესაც მე ამ ინფორმაციას მოვიპოვებ, იმასაც გეტყვით, რომელმა დეპუტატებმა. ამ შემთხვევაში ვამბობ დიმიტრი ხუნდაძეს, რომელიც არის თავი და თავის მცხეთის რაიონში მიმდინარე ყველანაირი კორუფციული სახელმწიფო დონეზე, რა თქმა უნდა, გარიგებების ფარველი და დაინტერესებული პირი. მისი მოყვანილია სისხლის სამართლის დამნაშავე გამგებელი, მისი მოყვანილია სისხლის სამართლის დამნაშავე ქალაქის მერი და თვითონაც არის სისხლის სამართლის დამნაშავე არა ერთ მუხლში, რომელიც საბუთების მიხედვით აქვს პროკურატურას.